რამდენად მეცნიერულია 10,000 ნაბიჯის გავლის საჭიროება. არ გაწალეთ, როგორც გინდათ ისე, მაგრამ ქვეყანაში იმატა ცხოვრების სტილით გამოწვეული დაავადებების რიცხვმა. გადავიდეთ საქმეზე, რამდენი ნაბიჯი უნდა ვიაროთ? რატო 10? საიდან მოვიდა ეს 10,000? თუ 10 არა, მაშ რამდენი? ბევრი. ნიკო, ბოლოს და ბოლოს რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგა, მაგაზე არსებობს სრული მეცნიერული კონსენსუსი. უზარმაზარ ეფექტს ახდენს. ანუ უბრალოდ კარგი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, რა გამოდის, რომ ეს 10,000 სისულელია? ითვლით ხოლმე ნაბიჯებს, ხოიცით, ტელეფონების უმეტესობას აქვს აპლიკაცია, რომელიც გიზომავს, რამდენი ნაბიჯი გადადგი და ამავე დროს, როგორც წესი, იმასაც გაჩვენებს, გაიარე თუ არა ჯანმრთელობისთვის ესოდენ აუცილებელი 10,000 ნაბიჯი დღეში. ჩემი აპლიკაცია Google Fit-ი მაჩვენებს და როგორც ვიცი, სხვა ფიტნეს ტრეკერებიც, ვარჯიშისა და მოძრაობის მზომელი აპლიკაციები თუ ხელსაწყოებიც, ეგენის აღგვინიშნავენ აი ამ აუცილებელ 10,000 ნაბიჯს. ხო და რატო 10? თუ 10 არა, მაშ რამდენი? რამდენად მეცნიერულია ამ 10,000 ნაბიჯის გავლის საჭიროება. როცა მის კვლევა დავიწყე, ორი სრულიად ურთიერთგამომრიცხავი რამე აღმოვაჩინე. ერთი ის, რომ ეს 10,000 ნაბიჯი არის ყველა დანამეცნიერული რამე, მარკეტინგის სპეციალისტების მიერ გამოგონილი რიცხვია, ჰაერიდან არის მოტანილი, მაგრამ ამავე დროს არც მეცნიერული ხედვიდან არის ძალიან შორს. უფრო მეტიც, შეიძლება ეს იაპონელი მარკეტერების მიერ გამოგონილი 10 უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე მეცნიერების მიერ დადგენილი კონკრეტული 7,126 ან 9,826. მოდი გამომყევით ნიუანსის ხეივანში სასეირნოდ. ამ სერიის ჩაწერის იდეა ანაზდად მეწვია. ასე ორი კვირის წინ ჩავხედე ამ ჩემ აპლიკაციას 8,000 ნაბიჯი მქონდა გავლილი, მეთქი ცოტას ვივლი კიდე ავალ 10-მდე. თან ცოტა მეზარებოდა, ციოდა, მოკლედ რატო ვიმართლებ თქვენთან? თავარი ის არის, რომ თავში დამარტყარო. საიდან გვაქვს ეს ლამაზი მრგვალი ცოტა არ იყოს დაუჯერებელი 10,000. არ მეჩვენა მეცნიერულად. და მე გამახსენდა, რომ ამ გადასარევი ვიდეოების ავტორი ვარ. ამ ვიდეოების სერიის, სადაც სწორედ ასეთ ყოველდღიურ შეკითხვებს ვიღებთ და მე ვიკვლევთ თუ რა მეცნიერული მტკიცებულებები გვაქვს, რას ამბობს კვლევები და რაც თავარია, რა ნიუანსი უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ ერთ კვლევას ყველა აიღებს და იმის შედეგებს ყველა მოგიყვებათ. აი, ბევრი სხვადასხვა კვლევის სინთეზს და ანალიზს, კონტექსტის ახსნას და ნიუანსების დახვავებას, ამას მარტო მე ვაკეთებ სოფლიოში, მარტო მე. სხვა არავინ, ეს არ გადაამოწმოთ, ეგრეა და მორჩა. გადავიდეთ ახლა საქმეზე. საიდან მოვიდა ეს 10,000? საიდან და იაპონიიდან. ამბავი არის ასეთი, ხო და 1964 წელია და ტოკიოში ემზადებიან ოლიმპიადის ჩასატარებლად. და ამ ოლიმპიადის მზადების პარალელურად მიდის დისკუსია იაპონურ მედიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში იმატა ცხოვრების სტილით გამოწვეული დაავადებების რიცხვმა. ანუ ეს არის ჰიპერტენზია, მაღალი წნევა, ტიპი 2 დიაბეტი, მოკლედ სხვადასხვა დაავადებები, რომელსაც ხელს უწყობს უმოძრაობა. სულ როზი ხარ, საკმარის არ დადიხარ, ეგეთები. ერთ-ერთი გამოსავალი, რასაც ხშირად ახსენებდნენ, იყო ის, რომ მეტი უნდა იარო ფეხით. ამას არც სპეციალური მოწყობილობა ჭირდება რამე, არც ფული უნდა, არც რაღაცა განსაკუთრებული ცოდნას არის საჭირო. და ამის ფონზე იაპონურმა კომპანიამ გამოუშვა პედომეტრი მოწყობილობა, რომლის სახელიც დღეს რაღაცნაირად უსიამოვნოდ ჟღერს პედომეტრი, მაგრამ ისე იცით ალბათ რაც არის, ნაბიჯების მთვლელია, ჩვენს ტელეფონებსაც აქვს შიგნით და იაპონურად ამ ბრენდს ერქვა Mampo Kei, რაც ითარგმნება როგორც 10,000 ნაბიჯის მთვლელი. კიდევ ერთხელ, რატო 10,000 ნაბიჯი? რამე კვლევა ჩაატარეს, საიდან მოიტანეს? არც ავტორებიათ კვლევა, ლამაზი მრგვალი რიცხვია. და თან მან 10,000-ის გამოსახულება კანჯიზე იაპონური დამწერლობით რაღაცით წააგავს მოსიარული ადამიანს. ხო და მოკლედ ესე, ჰაერიდან მოიტანეს 10,000 და ამან ძალიან მალე მოიკიდა ფეხი. რამდენიმე ფაქტორის გამო, ერთია, რომ ამ მოწყობილობის მარკეტინგი უსვამდა ხაზს სულ ამ 10,000 ნაბიჯის მნიშვნელობას. მეორე არის ის, რომ ხა ცალკე მარკეტინგი არ იმუშავებდა, ქვეყანაში რო არ ყოფილიყო ზოგადად დაწყებული დისკუსია ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ. და მესამე ის იყო, რომ მხოლოდ რეკლამებში კი არ ახსენებდნენ ამ 10,000 მარკეტინგული კამპანიის შედეგად იაპონიაში შექმნეს ფეხით მოსიარულეთა კლუბები, რომელიც მე ამ პედომეტრის გარეშეც მუშაობდა 1970-იან წლებამდე ჰქონდათ
და მის წევრები ცდილობდნენ რომ დღეში ეს 10,000 ნაბიჯი გაევლოთ. ხოლო მე იაპონიიდან ეს მიდგომა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აქვე თუ არიცით 10,000 ნაბიჯი რამდენი არის დაახლოებით 8 კილომეტრი. ეხლა ცხადია ნაბიჯის ზომას გააჩნია, ამიტომ სინამდვილეში უფრო 6.5-დან 8 კილომეტრამდეა, მაგრამ 8 წერია ყველგან და ჩვენც ეგრე ვთქვათ, რატომაც არა. და მივიდეთ მთავარ შეკითხვასთან. რა გამოდის, რომ ეს 10,000 სისულელია, ხო? არამეცნიერული რიცხვია, რომელიც 60-იან წლებში იაპონელმა მარკეტერებმა მოიფიქრეს, უგულებელყოთ? არ უნდა უგულებელყოთ, იმიტომ რომ 10,000 მართლაც ჰაერიდან არის მოტანილი, არაფერ მეცნიერულს არ ეყრდნობა და ცოტა განსხვავდება კიდევაც მეცნიერული კვლევების შედეგებიდან, მაგრამ არც თუ ძალიან პრინციპულად არ განსხვავდება. ანუ საქმე იმაშია, რომ თუ მიზნად დაისახავ დღეში 10,000 ნაბიჯის გავლას, ეს საერთოდ არ იქნება ცუდი. თუ ამდენს ვერ გადიხარ, მაგასაც არ აუშავს, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს, რომ რეალური შედეგი გაცილებით უფრო მალე დგება. კაი, გადავიდეთ საქმეზე. რამდენი ნაბიჯი უნდა ვიაროთ? ცხადია, რომ პასუხი არის გააჩნია, ნიუანსი, ასე შემდეგ, მაგრამ არის რაღაცები, რაც ზუსტად ვიცით. აი რა ვიცით ზუსტად. ჯერ ერთ ტერმინს გეტყვით, რომელიც მედიცინიდან მოდის, ამას ქვია დოზა ეფექტის მრუდი. ანუ რა გავლენას ახდენს რამეს, თქვათ, წამლის, ფეხით სიარულის დოზის ცვლილება შედეგზე. უამრავი კვლევა არის ჩატარებული აი ზუსტად ამაზე, რა გავლენა აქვს ფეხით სიარულს ნაბიჯების რაოდენობას ჯანმრთელობაზე, რა ტიპის ჯანმრთელობაზე ახლა გეტყვით, მაგრამ რეალურად ეგ არის სწორედ აი მაგის შესწავლა, რა დოზის ცვალებადობას რა გავლენა აქვს შედეგზე. ეხლა რო თქვი, უნდა ვიცოდეთ ეს ტერმინი, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, იმიტომ რომ მაგის ცოდნის გარეშეც მშვენივრად მოვყვებოდი ამ ამბავს, მაგრამ ამ ტერმინებს ცოტა პეწი და ლაზათი ხო შემოაქვს, არა? კი შემოაქვს. არ მეკამათოთ მაგაზე, არ არის საჭირო. ხოდა, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაგვიგროვდა უამრავი კვლევა, რომელიც ცალსახად აჩვენებს ორ რამეს. პირველი, რომ ფეხით სიარული ამ ნაბიჯების გადადგმა უზარმაზარ ეფექტს ახდენს. ანუ უბრალოდ კარგი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, ეს ეფექტი გაცილებით მალე ვლინდება, ვიდრე 10,000 ნაბიჯია. ანუ ხა მაგას მოუბრუნდებით ისევ, მაგრამ ცხოვრების არააქტიური წესიდან აქტიურში გადასვლა, რაც რეალურად შეიძლება 2,000-მა ნაბიჯმა განსაზღვროს, 2,000-ით მეტმა ნაბიჯმა. ეს უკვე ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მიხვდით? კაი, ჯერ რაც ნიშნავს ცხოვრების არააქტიური წესი. სხვადასხვა კვლევრები ცოტა სხვადასხვანაირად აფასებენ ამას, მაგრამ ალბათ ძალიან საკამათო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჯანმრთელი დასრული ადამიანის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით საშუალოდ 5,000 ნაბიჯი დღეში. რამდენიმე სხვადასხვა კვლევა ასახელებს ამ რიცხვს და ჩვენც დავუჯეროთ. ხოდა 2022 წლის მეტაკვლევამ, გახსოვთ ხო, მეტაკვლევა არის უკვე ჩატარებული კვლევების ანალიზი. კვლევების კვლევა არის აჩვენა, რომ ყველაზე არააქტიურ ჯგუფთან, ვინც დღეში 3,500 და ნაკლებ ნაბიჯს გადიოდა, ამასთან შედარებით ჯგუფმა, რომელიც 5,800 ნაბიჯს გადიოდა დღეში, 40%-ით ნაკლები სიკვდილიანობა ჰქონდათ ყველა მიზეზით. ანუ ეხლა ბოლოს ყველა მოკვდებოდა ცხადია, მაგრამ ამ კვლევის განმავლობაში, რაც საერთო ჯამში 10 წელზე ცოტა ნაკლები იყო, ანუ ბევრი სხვა კვლევა იყო და ყველაზე მეტი 9,5 წელი გაგრძელდა, საერთო ჯამში 47,000-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს 15 ქვეყნიდან. ხო და რამხელა განსხვავებაა, ხედავთ ხო? თითქმის განახევრებული იყო რისკი თუნდაც იმ ჯგუფში, რომელიც ჰადაჰა თვითონაც არააქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. 5,800 ნაბიჯი არ არის ბევრი. და მსგავს შედეგს აჩვენებს ლამის ყველა კვლევა. ანუ რომ საკმარისია ცოტა მეტი იარო და ამით საკუთარ თავს უდიდეს საქმეს უკეთებ. მაგრამ მაინც ზუსტად რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგა. აი მანდ კონსენსუსი არ აქვს. 2023 წლის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ოპტიმალური ნაბიჯების რაოდენობა, რაც შეამცირებს სიკვდილიანობის რისკს, არის 8,763 ნაბიჯი დღეში. მეორე კვლევამ წლევანდელმა ცოტა სხვა შედეგი აჩვენა, ამის მიხედვით დადებითი შედეგები 5,391 ნაბიჯიდან იწყება და ოპტიმალური იქნება ასე 7,000 ნაბიჯი. რატო არის ესეთი განსხვავებული მაჩვენებლები? იმიტომ რომ სხვადასხვა კვლევების ანალიზს აკეთებენ და მეთოდოლოგია ცოტა განსხვავებული აქვს, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ ნაშრომებში, რაც მოვიძიე, ყველგან იყო ლაპარაკი ერთ რამეზე, რომ ეს დადებითი შედეგები იწყება გაცილებით ქვემოთ, ვიდრე 10,000 ნაბიჯია. და ყველაზე ძლიერი გავლენა სწორედ ამ ქვედა დონეებზე აქვს. შემდეგ დადებითი შედეგები ნელა იმატებს, ანუ მატება იკლებს და ბოლოს ეგრეთ წოდებულ პლატოს აღწევს.
ასე დაახლოებით 9000 ნაბიჯის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენს გადადგამ ნაბიჯს ჯანმრთელობისთვის. ოღონდ აქ ის ნიუანსია, რომ ამ კვლევებში ლაპარაკია კონკრეტულად უფრო ხანგრძლივ ცხოვრებაზე. ფეხით სიარულს კიდე სხვა დადებითი შედეგებიც მოაქვს. წლევანდელი კვლევა რო ახსენე, დინგი და სხვები არიან ავტორი. ყველაზე მასშტაბური მეტაანალიზია, რაც აქამდე ჩატარებულა და აი ამ კვლევის მიხედვით დღეში 7000 ნაბიჯის ხალხს დღეში 2000-თან შედარებით 25%-ით ნაკლები რისკი ჰქონდა გულსისხლძართა დაავადებების, 38%-ით ნაკლები რისკი დემენციის, 14%-ით ნაკლები რისკი ტიპი 2 დიაბეტის და კიდე 22%-ით ნაკლები რისკი დეპრესიის სიმპტომების. ეხლა ამ ზუსტ პროცენტულ რაოდენობებს ცხადია სკეპტიკურად უნდა შევხედოთ. 22-ა თუ 23 სხვა მეტაკვლევა ცოტა სხვა შედეგებს მოგცემდა, მაგრამ მაგას თუ თავს დავანებოთ, ანუ ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი რა არის, სხვა მხრივ ეხლა რაც ვილაპარაკე, მაგაზე არსებობს სრული მეცნიერული კონსენსუსი, რომ ფეხით ხშირ სიარულზე უკეთეს, თავს ცოტა რამეს თუ გაუკეთებ. და რომ ეს დადებითი შედეგები 10000-ზე ნაკლები ნაბიჯის დროს ჩნდება. და ყველაზე დიდი ნახტომი სარგებელში არის 5-8 წლები და სადღაც 7-8-ზე ახვალ. და რომ ეს შედეგები შეეხება ყველანაირ ჯანმრთელობას, ფიზიკურს, მენტალურს, ყველანაირს. მაგრამ არის კიდევ საკითხები, რაზეც მეცნიერები ჯერ ვერ შეთანხმებულან. აი ხა მაგის ნიუანსს გეტყვით. ერთი შეკითხვა, რომელიც მეც გამიჩნდა და ვინც ლო თქვენს გაინტერესებდეთ, არის ის, აქვს თუ არა მნიშვნელობა სეირნობის ტემპს. ანუ უფრო სწრაფად სეირნობა უკეთესია თუ სულ ერთია. გაგიკვირდებათ და ეგ ჯერ არ ვიცით. გამოკვლეულია აქ საკითხი, მაგრამ ძალიან კარგადაც არა და სხვადასხვა კვლევები განსხვავებულ შედეგებს გვაჩვენებს. აი ბოლო მონაცემები არის ესეთი. 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ სისწრაფეს მნიშვნელობა არ აქვს. ვინც სწრაფად მისეირნობდა, ის ჯგუფი ისეთივე შედეგს აჩვენებდა, როგორც მეორე ჯგუფი, რომელიც ამას უფრო ნელა აკეთებდა. ოკეი, ძალიან კარგი. არ ქონია მნიშვნელობა. მაგრამ არა. ნუ იჩქარებთ. ეხტით ხო? ნუ იჩქარებთ. 2023 წლის კვლევამ მეტაანალიზია ესეც აჩვენა, რომ აქვს მნიშვნელობა და რაც უფრო სწრაფად მისეირნობ, მით უკეთესია. ესეც კაი მოზრდილი კვლევა იყო, საერთო ჯამში 100,000 ადამიანზე მეტი სეირნობდა აქ და აი ამან აჩვენა, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები, ზუსტად რას ნიშნავს სწრაფი, მოდი არ გეტყვით, იმიტომ რომ მე კიდე ერთი კვლევა უნდა გითხრათ და მიხვდებით რატომაც. მოკლედ, ამ მეტაანალიზის მიხედვით სისწრაფე 20%-ით ამცირებდა სიკვდილიანობას. მაგრამ აი იმ წლევანდელმა კვლევამ უკვე რო ახსენე, დინგი და სხვები, მაგის დასკვნა იყო, რომ სხვადასხვა კვლევები, რომლის ანალიზიც გააკეთეს, განსხვავებულ შედეგებს გვაძლევენ და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ რამე დასკვნა გავაკეთოთ. ვერ გეტყვით. შეიძლება კი, შეიძლება არა, ჯერ არ ვიცით. აქედან ორ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი პრაქტიკული რჩევა ის გამოდის, რომ სისწრაფეს შეგიძლია არ მიაქციო ყურადღება, ანუ ჯერჯერობით, ვიდრე ახალი კვლევები არ გვექნება. და მეორე ზოგადად მეცნიერება და კვლევები ეგრე მუშაობს. ძალიან ნორმალური და სწორია, როდესაც ზოგ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ჯერ. 2-3 წლის შემდეგ შეიძლება გქონდეს. და შეიძლება ის პასუხი იყოს, რომ არა, უფრო სწრაფად უნდა იარო, ეგ უფრო სასარგებლოა და მე ვივლით უფრო სწრაფად. როგორც გვეტყვენ, ისე მოვიქცევით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ აჰა, კაი, ბევრი რამისთვის ეირნობა ძალიან კარგია, მაგრამ მარტო კარგი შედეგები მოაქვს, რამე ნეგატიურს არ შვება? ამაზე პასუხიც ჯერ არ აგვაქვს. ერთი კვლევის თანახმად, მათ ვინც დღეში 100,000 ნაბიჯზე მეც გადის, 50%-ით ეზრდებათ მენისკის დაზიანების რისკი, ანუ მენისკი არის ხრტილი მუხლის სახსარში. თუმცა ამაზე ლაპარაკისას სულ ხაზგასმით აღნიშნავენ ხოლმე, რომ ეს არის ერთი კვლევა და თვითონის კვლევაც ეს გადაჭრით ვერ ამტკიცებს ამას. ასე რომ აქაც მეტი მონაცემები გჭირდება. შეიძლება ფეხისთვის ცუდი იყოს, შეიძლება არც. ხო და ვინც აქამდე გვისმინეთ, შეიძლება ესე იყოს, რომ ნიკო ბოლოს და ბოლოს რა არის კონსენსუსი, რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგა, აგე გისმენთ 15 წუთია და მაინც ვერ გავიგე. და მაგაზე სწორი პასუხი არის, რავი, 10,000. იმიტომ რომ იდეალურად მეცნიერულად ზუსტი რიცხვი, ნაბიჯების ზუსტი რაოდენობა არც გვაქვს და პრინციპში არც გვექნება, იმიტომ რომ ფეხით სიარული ბევრი სხვადასხვა რამისთვის არის კარგი და შეიძლება ჰიპერტენზიის რისკს 7126 ნაბიჯი ამცირებდეს, დემენციისას კი 9826. სხვადასხვა კვლევების თანახმად ეგრეა, მაგრამ ხმად ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ასაკს აქვს წონას, გენეტიკას, სხვადასხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებს მნიშვნელობა და ყველა ცალკე აღებული ადამიანისთვის ეს რაოდენობა შეიძლება ცოტა მეტი იყოს ან ცოტა ნაკლები. 4973-ის დამახსოვრებას მართლა შეიძლება ჯობდეს მეცნიერებს კი არ დაუჯეროთ, არამედ იაპონელ მარკეტერებს მიუყვეთ
10,000 დღეში. ადვილი დასამახსოვრებელია. ალბათ ცოტა უფრო მაღალია ოპტიმალურ რაოდენობასთან შედარებით, მაგრამ ახლა ეს პლუს 500 თუ 1500 ნაბიჯის გავლა არავის აწყეს. ისიც არის, რომ ამის ზევით, ან უკვე 12,000 ნაბიჯის გავლას, როგორც ჩანს, ჯანმრთელობაზე მაინდა-მაინც დიდი შედეგი აღარ აქვს, ჯანმრთელობაზე. ნუ თუ კალორიების დაწვა არ გინდა. ამიტომ ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობისთვის არის სრულიად საკმარისი. და ბოლოს გამოვიდა, რომ ისევ იქ მივედით, საიდანაც დავიწყეთ. ვიცით, რომ 10,000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ. შეგვიძლია ცოტა ნაკლები, მაგასაც არ აუშავს, მაგრამ გზად რამდენი ნიუანსი შევიტყვეთ? ბევრი. თქვენი გამოცდილება როგორია? სეირნობის ამბავი, მოგვიყევით რამე, თუ გიშველათ სიარულმა, გარგოთ, გარანათ, კომენტარები გვინდა, engagement-ი უნდა გავზარდოთ და თქვენი საქმისა თქვენ იცით, თუ მოწონებას დააჭერთ, ხელს ან გამოიწერთ, მაგის წინააღმდეგი არავინ არ იქნება, მაგრამ არ გაწანათ. როგორც გენათ ისე ქანით, შემდეგ ვიდეომდე.